კაბინეტია. ექი მოკითხო. როგორ მოვიქცე? რაღაცის დასუსტება მართლა. კერატოკონუსი არის დაავადება, რომლის დროსაც თვალის წინამდებარე გამჭვირვალე გარსის რქოვანას დისტროფიული ცვლილებების გამო ხდება მისი გათხელება და არათანაბრად წინ გამოზნექა. ეს არის პროგრესირებადი, ასიმეტრიული და ორმხრივი დაავადება, რომელიც ვლინდება უპირატესად ახალგაზრდა ასაკში. პირველი სიმპტომები თავს იჩენენ ძირითადად 15-დან 30 წლამდე და ეს დაავადება პროგრესირებს 35-დან 40 წლის ასაკამდე. კერატოკონუსის სიმპტომებია დაბალი მხედველობა უპირატესად შორ მანძილზე, რომელიც რთულად ექვემდებარება სათვალის რბილი კონტაქტური ლინზებით კორექციას, ძირითადად არ ექვემდებარება ან არასრულად ექვემდებარება. შესაბამისად, პაციენტს ხშირად ესაჭიროება სათვალის ან კონტაქტური ლინზების ნომრის ცვლილება, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა და ასევე სინათლის წყაროს გარშემო შარავანდედის და ჩრდილის არსებობა, ასევე გაორება. კერატოკონუსის საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს ყოველ 1000 მოსახლეზე ფიქსირდება 3-დან 5-მდე კერატოკონუსის შემთხვევა. ამ დაავადების ზუსტი ეტიოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს გენეტიკური რისკ ფაქტორები და ასევე მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. მაგალითად, მექანიკური გაღიზიანება ხშირი მოსრესის შედეგად, სუბტროპიკული ჰავა, მათ შორის საქართველოში არის რამდენიმე რეგიონი, რომელიც კერატოკონუსის ენდემურ კერას წარმოადგენს. ასევე მშრალი თვალის სინდრომი და ზოგადი ალერგიული ფონი. კერატოკონუსის არსებობაზე ეჭვის მიტანა შეიძლება პაციენტის ჩივილებითა და სრულყოფილი პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევით. თუმცა, კერატოკონუსი ხშირად ერევათ ასტიგმატიზმში და ზუსტი დიაგნოსტიკა ხდება რქოვანას კომპიუტერული ტოპოგრაფიით. ეს არის სწრაფი, არაინვაზიური და ძალიან ინფორმატიული მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას რქოვანას სისქეზე, გარდამტეხ ძალაზე, სიმრუდესა და მრავალ სხვა მახასიათებელზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რქოვანას ტოპოგრაფიის გამოყენებით შეგვიძლია კერატოკონუსის დიაგნოსტირება სუბკლინიკურ სტადიაზეც კი, სანამ პაციენტს გაუჩნდება ჩივილები. კერატოკონუსის მკურნალობა შედგება ორი ეტაპისგან. პირველი არის დაავადების პროგრესირების გაჩერება, ხოლო მეორე მხედველობის გაუმჯობესება. თვალის კლინიკა ახალმზერაში ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს კერატოკონუსის მართვის სხვადასხვა მეთოდებს, მათ დაავადების სტადიის შესაბამისად. დაავადების საწყის სტადიაზე პროგრესირების შეჩერების მიზნით მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება რქოვანას დასხივება ულტრაისფერის სხივებით, ეგრეთ წოდებული ქროსლინკინგი. კერატოკონუსის მეორე და მესამე სტადიაზე ძალიან ეფექტური არის რქოვანას სისქეში ბიოთავსებადი მასალისგან შექმნილი ერთი ან ორი რკალის იმპლანტირება, რადგან დაავადების შეჩერებასთან ერთად ეს მეთოდი რიგ შემთხვევაში მხედველობასაც აუმჯობესებს. 15 წელია ჩვენს კლინიკაში გამოიყენება პროფესორ მერაბ დვალის მიერ მოდიფიცირებული რკალები, დვალი ქერაბაუ, რომელიც აღიარება მოიპოვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც და ის წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებში. დაავადების ბოლო სტადიაზე, როდესაც რქოვანა არის ძალიან გათხელებული, არსებობს მისი გახვრეტის რისკი და მხედველობა არის ძალიან დაბალი, კეთდება რქოვანას გამჭოლი ან შრეობრივი გადანერგვა. დაავადების სტაბილიზაციის შემდეგ მხედველობის გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია ფაქიური თვალშთა ლინზის იმპლანტაცია ან სკლერული კონტაქტური ლინზის გამოყენება. აუცილებელი აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ნახსენები ქირურგიული ჩარევა კეთდება ამბულატორიულ პირობებში ადგილობრივი ანესთეზიით წვეთების საშუალებით. თვალის კლინიკა ახალი მზერა გისურვებთ ჯანმრთელობას და მახვილ მხედველობას.